მოგესალმებით მეგობრებო, მოდით პროგნოზის მეშვეობით ვნახოთ 2026 წელს ყველაზე მეტად თქვენს რომელ სფეროს უნდა მეაქციოთ ყურადღება, რომელ ასპექტს ცხოვრებისეულს, რომელ მიმართულებას უნდა დაუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება 2026 წელს. მაშასადამე ვარიანტი გვექნება 3. პირველი ვარიანტი თქვენი ყურადღება რას უნდა დაუთმოთ, მეორე ვარიანტი თქვენი ყურადღება რას უნდა დაუთმოთ და ვარიანტი 3. პირველი, მეორე და მესამე. ვფიქრობ, სამივე ვარიანტი კარგად ჩანს კადრში. პირველი ვარიანტი იქნება მთისბროლი, მეორე ვარიანტი იქნება ლაბრადორიტი და მესამე ვარიანტი იქნება მწვანე ავანტიურინი. ახლა კარგად უნდა დააკვირდეთ მეგობრებო სამივე ვარიანტს. შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ თუ გიჭირთ თქვენი ვარიანტის არჩევა და კითხოთ საკუთარ თავს სამყაროს. რას უნდა მივაქციო 2026 წლის მანძილზე, ჩემს რომელ სფეროს უნდა მივაქციო ყველაზე დიდი და განსაკუთრებული ყურადღება და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი მინერალი აუცილებლად დაგიძახებთ. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით, მთისბროლი. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება განსაკუთრებული 2026 წელს თქვენს რომელ სფეროს? ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო, თქვენს შემოქმედებით ენერგიას 2026 წელს თქვენ მოგივათ თავში ბრწყინვალე აზრები, მოგემატებათ შემოქმედებითი პოტენციალი და ენერგია, ნებისმიერი იდეა, რომელიც თავში მოგივათ, შეიძლება იყოს ბიზნეს იდეა, შემოქმედებითი მიმართულებით, სხვადასხვა ვთქვათ, მოდით იცით რას ვიზამ, მე ერთ ვარიანტს კიდევ, უბრალოდ ერთ არკანს კიდევ დავამატებ, რომ ვიცოდეთ თქვენი კვერთხების ტუზი სად უნდა წაიღოთ, ხო? რას უნდა მიაქციოს, ცხოვრების რომელ ასპექტს უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება და ორიანების პენტაკლები უნდა ისწავლოთ საკუთარი შემოქმედებითი ენერგიის სწორად რეალიზება სამყაროში. ნახეთ, აზრები და იდეები, რომლებიც თქვენ მოგივათ ახალ 2026 წლის განმავლობაში, იქნება აუცილებლად ძალიან ნაყოფიერი და ეს ნაყოფიერი იდეები, რომლებიც თქვენ თავში მოგივათ, აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში, რომ მაქსიმალურად ბალანსში მოიყვანოთ საკუთარი ფინანსური ენერგია. ანუ დააკვირდით ერთი წლის მანძილზე 2026 წელს გაიღვიძეთ რაღაცა აზრით, ხომ? რაღაცა იდეით. უბრალოდ კვერთხების ტუზი ეს არის არკანი, რომელიც ხანდახან თუ უბრალოდ მოვიდა და არ მოხდა მისი თუნდაც რეალიზება, არ მოხდა მასში მუდმივად ენერგიის ჩადება, ის შეიძლება გადაიწვას, ხომ? აინთოთ შემოქმედებითი ენერგიით, მაგრამ მოტივაცია მალევე ჩაქრეს. თქვენ შემთხვევაში აქ მოტივაციაზე საუბარი არ მექნება, იმიტომ რომ მოტივაცია მიდის და მოდის. მე უფრო დისციპლინას გირჩევდით ამ შემთხვევაში, თქვენი ყოველდღიური თითო აგური, თითო მარცვალი, რომელსაც ამ იდეის განხორციელებაში ჩადებთ, აუცილებლად მოგიტანთ შედეგს და თქვენ გეუბნებათ, რომ არა მხოლოდ შედეგს მოგიტანთ, არამედ გასწავლით საკუთარი ენერგიის, ფინანსების და საკუთარი პოტენციალის ბალანსს. ასე რომ თქვენი ენერგია მომართეთ თქვენს იდეებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნახეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბალანსში ყავდეთ საკუთარი თავი. ეს იდეები პირველ რიგში ამაში დაგეხმარებათ, რომ ბალანსში ყავდეთ საკუთარი თავი, საკუთარი პოტენციალი ქონდეთ დაბალანსებული, უგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია გქონდათ გარკვეული დისბალანსები წინა წლებში, რაღაცას იწყებდით, რაღაცა ბოლომდე ვერ მიყავდათ, ან რაღაცნაირად ისი არ მიდიოდა, როგორც თქვენ გინდოდათ. ახლა თქვენ გეუბნებიან, რომ მოგეცემათ ამის იდეების განხორციელების საშუალებაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიჯერთ ბალანსს და გექნებათ დისციპლინა, თქვენ აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს. ეს არის შემოძვირფასებო პირველი ვარიანტის პასუხები, თუ სად უნდა მომართოთ თქვენი
ენერგია და პოტენციალი 2026 წელს. მეორე ვარიანტი, თქვენ სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია და პოტენციალი 2026 წელს. აი თქვენ კი აუცილებლად უნდა ესე იგი დაადგეთ ახალ გზას, როგორც ეტყვიან. ეს არის მიზნებისკენ სწრაფვა, ეს არის მიზნებისკენ არ მხოლოდ სწრაფვა, არამედ იდეების და გეგმების განხორციელება. ეს არის შემეცნება, ეს არის ახალი ვთქვათ ვარიანტი ხო თქვენს ყოველდღიურობაში, რომლებიც მოგცემთ საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად წარმატებული იყოთ. მთელი თქვენი 2026 წელი უნდა დაუთმოთ კარიერულ ზრდას და ფინანსებს. აქ მაჩვენებს, რომ ამის საშუალება აუცილებლად მოგეცემათ, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოთ თქვენი ფინანსური პოტენციალი. ფინანსური პოტენციალი ეს არის ერთგვარი შედეგი თქვენი საზომი, ხო, რაც მოდი ასე ვთქვათ, გვაძლევს იმის შეფასების უნარს, რომ ვიცოდეთ თუ რამდენად პროდუქტიულები ვიყავით, რამდენად მოვინდომეთ, რამდენად არ მოვინდომეთ, ვიზარმაცეთ და ასე შემდეგ ნახეთ სანთელი როგორ ხტუნავს თქვენს ვარიანტზე, ხო? ასე რომ მე აქ გირჩევდით, ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო, რომ მთელი თქვენი პოტენციალი მომართოთ თქვენს კარიერაში, ფინანსებში, განვითარებაში, თქვენი გეგმები რეალობაში აუცილებლად მოვა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გაჩერდეთ. სულ უნდა იმოძრაოთ. თქვენი პოტენციალი 2026 წლის განმავლობაში არის მუდმივ მოძრაობაში, სწრაფვაში, ახალი ვთქვათ ინფორმაციის აღებაში, კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაში. შესაძლებელია ვთქვათ დაიმატოთ გარკვეული პროფესიები, დაიმატოთ ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა პროფესიების გავლით, ხომ? ეს არის მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ და თქვენ აუცილებლად მიიღებთ შედეგს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმოძრავებთ და არავითარ შემთხვევაში არ იზარმაცებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ გზები გაიხსნება 2026 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ მარშრუტი, ხო? კიდევ სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია 2026 ცხრიანების კვერთხები, მაქსიმალურად თქვენი საკუთარი ფინანსური ენერგიის გაძლიერებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო და ფინანსურ ენერგიას რა აძლიერებს? ჩვენი მონდომება, ჩვენი შრომა, ჩვენი ჩართულობა, ჩვენი ერთგულება ჩვენი საქმის მიმართ და ეს არის იცით როგორი არკანები, რომელიც თქვენ გეუბნებათ, რომ 2026 წლის განმავლობაში თქვენ უნდა შექმნათ რაღაცა ძალიან ისეთი მყარი საფუძველი იმისა, რომ იყოთ ფინანსურად დამოუკიდებელი, ძლიერი, ან რაღაცა შედეგით დააგვირგვინოთ მთელი თქვენი აი ეს ერთწლიანი, მოდი ასე ვთქვათ, მონდომება, ხომ? არა უბრალოდ ვიშრომეთ და ვთქვათ ფინანსები გაუფანტეთ მარჯვნივ მარცხნივ, არა, როდესაც ამ ფინანსებს მისცემთ ფორმას, ეს იქნება გარკვეული შენაძენი, კედლები, ღობე, ვთქვათ უძრავი ქონება, მოძრავი ქონება, არა აქვს მნიშვნელობა. ანუ თქვენმა ფინანსებმა უნდა მიიღოს ფორმა, უნდა შეიკრას და მიიღოს ფორმა, რაც უნდა იყოს გამოკვეთილი აი იმაში, რომ თქვენ სამიანების კვერთხებიდან გადადიხართ ცხრიანების კვერთხებში, რაც არის უდაოდ ჩემო ძვირფასებო ერთგვარი შეჯამება საკუთარი მონდომებისა, გარკვეული უძრავი თუ მოძრავი ქონების სახით ან რაიმე ისეთი შენაძენის სახით, რაც თქვენთვის იქნება რომ შეხედავთ ამ შენაძენს და იტყვით, რომ ეს ყველაფერი ამათ ღირდა, მე ეს შევძელი, მე ეს გავაკეთე და მე მზად ვარ, რომ კიდევ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო იმისთვის, რომ კიდევ უფრო და უფრო მეტად გაუფართოვდე და კიდევ უფრო და უფრო მეტად ძლიერი და საფუძვლიანი და მყარი იყოს ჩემი ფინანსური ენერგია, რომელიც უკვე ტრანსფორმირდება, რა თქმა უნდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანში მატერიალური კუთხით თქვენს რეალობაში, რომელსაც შეეხებით, იგრძნობთ, როგორც არის კედლები, როგორც არის
ახალი მანქანის კარი, როგორც არის ახალი, არ ვიცი, ოფისი, ახალი დანადგარი, არ ვიცი, ვიღაცისთვის ესეც შეიძლება იყოს, ხო, ახალი საქმისთვის, ახალი ინვენტარი, მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც შეხედავთ და იტყვით, რომ მე ეს შევძელი და მე ეს გავაკეთე, ხო, იქნებით ამაყი თქვენი თავით, ასე რომ მთავარია გახსოვდეთ, რომ ეს უნდა იყოს მაქსიმალური მოძრაობის და მაქსიმალური განვითარების ხარჯზე კეთდება, დგება ის შედეგი, ხვდებით ხომ? თქვენთვის არ შეიძლება 2026 წელს გაჩერება, იმიტომ რომ თქვენი პოტენციალიც ესე იქნება, ხო, აი, მუდმივად ამ ზედაპირზე ამოსვლის მდგომარეობაში იქნება, ხო, სულ მოგინდებათ, რომ შეიძლება მეტი გააზიაროთ, გაიგოთ, შეიმეცნოთ, მიიღოთ, შეისუნთქოთ, ხო? და ამიტომ ეს ენერგია არ უნდა გააფანტოთ უსაფუძვლოდ და უაზროდ, როგორც იტყვიან, პირიქით უნდა მოახდინოთ მისი კონცენტრირება და გასროლა იმისთვის, რომ 2026 წლის ბოლოს იყოთ ამაყი საკუთარი შედეგით. დაგემშვიდობებით და მესამე ვარიანტი, აბა ვნახოთ თქვენსად და მომართოთ თქვენი ენერგია 2026 წლის. ნახეთ რა საინტერესო, კვერთხების დუზის, სამიანების კვერთხები და თქვენ კვერთხების მეფე. ამ შემთხვევაში შემიძლია ჩავთვალო, რომ კვერთხების მეფეები ხართ თქვენ. თქვენი ენერგია უნდა მომართოთ თქვენს პიროვნულ განვითარებაში, ხომ? იქ სადაც ახლა ხართ, თქვენი ნახეთ, თქვენი რეპუტაცია, თქვენი შესაძლებლობები უნდა გაორმაგოთ და ეს აუცილებლად გაორმაგდება. თქვენი მოდით უფრო მეტად მინდა გავიგო, სადმა მომართოს კვერთხების მეფემ საკუთარი ენერგია და პოტენციალი 2000 არკანის სიკვდილი, რა საინტერესოა, ცხრიანების კვერთხები, ცხრიანების თასები, ცხრიანების პენტაკლები, თასების მეფე, ცხრიანების პენტაკლები და არკანი ფორტუნა. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები იქნებიან თქვენს რეალობაში, საინტერესო ადამიანები. მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ 2026 წლის მანძილზე თქვენს პიროვნულ ტრანსფორმაციებს და თქვენს პიროვნულ ზრდას და განვითარებას უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ შემოვლენ თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ადამიანებიც, მაგრამ ასევე გავლენის ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან, რომლებიც თქვენთვის თურმე აღმოაჩენთ, რომ ან ამოიწურა თქვენ შორის ყველაფერი, ან ადამიანები არ იყვნენ მაინც და მაინც კარგი და სწორი განწყობით თქვენთან მიმართებაში, ხო? და ყველაფერი იქნება ძალიან ინტენსიური, ხო, თქვენს რეალობაში, იმიტომ რომ გაიგებთ და აღმოაჩენთ ისეთი ადამიანებისგან, ისეთ ნეგატიურ სიურპრიზებს, ხო, რომლებიც თქვენთვის ძალიან მტკინვეული იქნება, მაგრამ 2026 წლის განმავლობაში საკუთარ თავს უნდა მიაქციოთ პირველ რიგში უდიდესი ყურადღება და ენერგია, იმიტომ რომ წინ საინტერესო და შემეცნებითი ერთი წელი გელოდებათ, რაც უშუალოდ ადამიანებს ეხებათ თქვენს ირგვლივ და თქვენს რეალობაში, რომლებიც შემოვლენ თქვენს ცხოვრებაში და გავლენ თქვენი ცხოვრებიდან. მე შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანები საკმაოდ საინტერესო როლს შეასრულებენ, ყველა თავის როლს და ყველა თავის ფუნქციას შეასრულებს ნამდვილად და აი რა არის ეს ყველაფერი საინტერესოა მესამე ვარიანტი. ძალიან საინტერესოა მესამე ვარიანტი. ესე იგი ადამიანებს საჩვენებს თქვენს ირგვლივ, ადამიანებს აჩვენებს თქვენს ირგვლივ, სხვათა შორის ეს შესაძლებელია ასევე ნიშნავდეს 2026 წელს, რომ უნდა დაასრულდეს გარკვეული ტოქსიკური ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან. ტოქსიკური არა, იმიტომ რომ თქვათ მაინც და მაინც პარტნიორია ტოქსიკური, ან თქვენ ხართ ტოქსიკური, არა, იმიტომ რომ ურთიერთობა გახდა ტოქსიკური, რადგან ამოიწურა, ვეღარ ვითარდება და დროა რომ განიცადოს ტრანსფორმაცია.
2026 წლის მანძილზე თქვენ ცხოვრების რომელ რეალობას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ძალიან ტრანსფორმაციებით სავსე იქნება თქვენი ეს ერთი წელი უდაოდ. თქვენი ერთი წელი იქნება უდაოდ კულტურული შოკი პირდაპირ კითხვით, იმიტომ რომ აქ არ არის ყურადღება იმას, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ხო, აქ ამაზე არ არის აქცენტი. აქცენტი არის იმაზე, რომ თქვენ თვითონაც ძალიან თითქოს თქვენ არ მიყავხართ თქვენს რეალობაში თქვენ არ მიყავთ თითქოს თქვენი თავი აი სწორად გამიგეთ რა რას გეუბნებით თითქოს სამყაროს მიყავხართ უზენაეს ძალებს მიყავხართ მფარველებს მიყავხართ ხო ანუ იმდენად ლამაზად და გასაგებად ერთის მხრივ შესაძლებელია მტკინეულადაც, მაგრამ მე მიხვდებით, რომ ძალიან ლამაზად და გასაგებად დაალაგდება 2026 წელში თქვენი რეალობა, რომ აი წლის ბოლოს სიტყვით, რომ გამოხვალთ ხო აი ამ ტურბულენტობიდან და რომ გამოხვალთ აი ამ ქარიშხლებიდან და ავდრებიდან და მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ თქვენი ტახტი გამარჯვების დაგეკავებინათ, ხო, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით ზემოთ ასულიყავით თქვენი შესაძლებლობებისა, თქვენ იქნებით აღფრთოვანებული. მაგრამ თავიდან ყველაფერი თქვენთვის გასაგები ნამდვილად არ იქნება, თუ რატომ ვთქვათ ინგრევა გარკვეული რეალობები თქვენს შემთხვევაში, რატომ მიდიან ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან, ან რატომ მოდიან ეს ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, ხო? ახალი სახეებიც იქნებიან თქვენს რეალობაში, მაგრამ ძველი სახეებიდანაც წავლენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შესაძლებელია ნაკლებად ელოდით მათ წასვლას, ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, სამივე არკანი ამოვიდა, არკანი სამართლიანობა, არკანი ფორტუნას ბორბალი და არკანი სამსჯავრო. სამივე კარმული, ესეთი გარდამტეხი არკანები ამოვიდა თქვენს ვარიანტში და მაჩვენებს ეს ყველაფერი იმას, რომ თქვენ აი ესე ხელის გულზე ყავხართ უმაღლეს ძალებს და მიყავხართ თქვენი გამარჯვების ტახტამდე, ხო, თქვენს ტრიუმფამდე, თქვენს გვირგვინამდე და ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ თქვენ იმსახურებთ იმას, რომ იყოთ ცხოვრების და რეალობის აბსოლუტურად სხვა ხარისხში, ვიდრე ახლა ხართ. მაგრამ თუ არ დაინგრა ძველი შაბლონები, არ ჩამოგშორდათ ძველი რეალობები ადამიანების ჩათვლით, ეს ახალი და უფრო კარგი და უფრო თქვენთვის ღირსეული და შესაბამისი რეალობა ვერ მოვა, ხო? ამიტომ ხომ გეუბნებით, მოიჭიდეთ, როგორც იტყვიან, გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედები, მოეჭიდეთ ამ რეალობას, იმიტომ რომ ეს ერთი წელი იქნება თქვენთვის საოცრად ტურბულენტური, საოცრად ბევრი ემოციები გექნებათ ამ ერთი წლის მანძილზე, მაგრამ განმეორდები ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენი ნამდვილი რეალური პოტენციალი, რაც რეალურად თქვენში არის, გამოიტანოთ მაქსიმუმზე. კარგით, ერთი კითხვითაც, იმიტომ ძალიან საინტერესოა მესამე ვარიანტი. ერთი კითხვითაც მოვალ. განსაკუთრებით რომელ სფეროს უნდა მიაქციოთ ყურადღება გავიგე, მაგრამ ერთ არკანში მითხარი, ეს ყველაფერი რითი დასრულდება თქვენთვის 2026 წლის ბოლოს, მთელი ეს თავგადასავლები რითი დასრულდება თქვენთვის. პენტაკლების რაინდი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის ფორმა, რომელსაც თქვენ მიიღებთ, ასე ვთქვათ,
სტაბილურობის, თქვენი სტაბილურობის და თქვენი სამყაროს ესეთი ფორმა იქნება, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ ბევრად უფრო მეტად მყარი, ბევრად უფრო მეტად თავდაჯერებული და ბევრად უფრო მეტად ძლიერი, დამოუკიდებელი და სიყოთ, ასე ვთქვათ, შეკრული იყოთ წლის ბოლოს. მაგრამ ნახეთ, უკვე როგორი ხდებით, ნაკლებ იმპულსური და ნაკლებ ემოციური ხდებით, ხომ? ანუ უფრო მეტად რაციონალურ აზროვნებას რთავთ, უფრო მეტად კრიტიკულ აზროვნებას რთავთ სადღაც და უკვე ნაკლებად ყვებით ემოციებს და შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა ახალ ნიჭაი ვთქვი, ახალ ნიჭებსაც შეიძენთ თქო და არკანი მაგია მოვიდა. თქვენ პიროვნულ განვითარებას კიდევ ერთ ძალიან დიდ საფეხურზე აიყვანთ, რომელიც ძალიან მაგიურია თქვენი გაშლა, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ საკუთარი თავით აუცილებლად იამოყოთ წლის ბოლოს. ესეთი საინტერესო სამი ვარიანტი ქონდა. მე კი დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილები, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.